სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ამითი დასრულდება ეს მე-19 განყოფილება და ჩვენ და გასაოცრად თითქმის 300-მდე კითხვა უკვე გადავთარგმნეთ ჩვენ 300-მდე და კიდევ ბევრი გველის თითქმის 80 განყოფილება და თუ 20 გავიარეთ, ესე კიდევ 4-ჯერ მეტი შეიძლება 1200, 1000-მდე კითხვაზე იქნას უკვე ქართულად დადებული მალე. მე რო ჩავხედე 296 იყო თუ 215 ამ პლეილისტში, რომელიც შეგიძლიათ მოძებნოთ მე YouTube-ის არხზე. შემდეგი კითხვას, რომელიცაც დასრულდება დღევანდელი დღე, სახელს არასახელოს პიროვნება და კიდევ აძლევს ჯონი, რომ სწრაფად დასვან ეს კითხვა, თუ არის ეს მოკლე კითხვა. ვინ არიან ღვთისშვილები იობის 38 თავის მე-7 მუხლში? ფიქრობ, ჩვენ ერთსაც უნდა უპასუხოთ, რადგან ეს ადამიანი ელოდებოდა, გამარჯობათ აუდიტორიდან. ებრაელების წელის პირველ თავში მე-5-ში ნათქვამია, რომელ ანგელოზთაგან უთქვამს ოდესმე, შეხარ ჩემი ძე. და შემდეგ იობში ხედავ ჩვენ 38 მე-7-შიც ანოგრეს. ასე რომ ვინ არიან ღვთისშვილები, სადაც ლაპარაკი აქ და ჯონ მაკარტური პასუხობს. ებრაელების პირველ თავში მე-5-ში ნათქვამია, რომელ ანგელოზთვის უთქვამს ოდესმე, ჩემი ძე ხარ, დღეს მეგშობე. ეს არის ქრისტეს სპეციფიკური აღნიშვნა. რასაც ებრაელების მერვე პირველი თავის მე-5 მუხლი ამბობს, არის ის, რომ ანგელოზს ოდესმე უწოდეს ღვთის განსაკუთრებული ძე, მე წავიკითხავ პირდაპირ მე-4 და მე-5 მუხლებს. ანგელოზებზე იმდანადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვას ოდესმე, ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ, ან კიდევ მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე. ხედავთ, ღვთისშობილი ძე ებრაელების კონტექსტში, რომელ ანგელოზს მიეცა ოდესმე მესიის ძის უფლისწულის როლი. და რაც არ უნდა იყოს ეს. ნამდვილი გაგებით და ცისკრის ვარსკვლავები, დილის ვარსკვლავები ერთად ვღეროდნენ და ღვთისშვილების სიხარულის ეს ყველაფერი ძველ აღთქმაში არის ანგელოზების ტერმინი. გაითვალისწინეთ, იგივე კითხვა უნდა დაისვას ადამიანებთან მიმართებაში, რომ ყველა ადამიანი რა არის? ღმერთის ძე არის, ხომ? რისი ძალით? შემოქმედების ძალით. არა გამოსყიდვის ძალით, არამედ შემოქმედება, როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ყველა ადამიანში მოიაზრება ღვთის ძედ, ასე რომ თქვენ ხედავთ ამავე სახის პაროდიას ამ ნომერშიც. გასაგებია, გმადლობთ. დიახ, ეს ძალიან მშვენიერი დღე იყო, მე ყველას მინდა რომ მადლობა მოგიხადოთ, რომ ერთად გავატარეთ ეს დრო და ამდენი კითხვები დაისვა ამახამ. მოდით ახლა და ვილოცოთ. მამაო, გმადლობთ ჩვენ ამ დღისათვის, თანაზიარებისათვის, რომელიც ამ საღამოს ჰქონდა თქვენთან. რამდენად გამამხნევებელი იყო თქვენ სიტყვასთან დროის დაყოფა თქვენს შვილებთან ერთად. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენი სიტყვა გვესაუბრება და ის ძალიან ამაღელვებელია. უფალო თავად იმის ცოდნა, რომ ისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ჩვენთვის დიდი სიმშვიდისა და იმედის მომცემია. ჩვენ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ამაღამ დადასტურდა იმ ადამიანების გულში, რომლებსაც შიმშილი ჰქონდათ შენი ღვთის სიტყვის მიმართვისთან. განაგრძეთ, გთხოვთ, განაახლოთ ჩვენი სულები, ჩვენი გონება და უფრო მეტი დრო დაგვაყოფინოთ თქვენ სიტყვაში. ჩვენ გაქებთ თქვენ იესო ქრისტეს სახელით. ამინ.